ამერიკის შეერთებული შტატების რესპუბლიკელი კონგრესმენი და ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე ჯო ულსონი კვლავ საქართველოზე საუბრობს და ქვეყანაში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ვრცელ წერილს აქვეყნებს. წერილში ულსონი კიდევ ერთხელ საუბრობს ქართული ოცნების კავშირებზე რუსეთთან, ირანთან და ჩინეთთან. კონგრესმენის პოზიციით, სანამ საქართველოში ახალი არჩევნები არ ჩატარდება, ქართული ოცნების მთავრობა ლეგიტიმურად არავინ უნდა სცნოს. ულსონი თვლის, რომ ოცნების დასასუსტებლად სანქციები უნდა გაძლიერდეს, ამერიკის მხრიდან ქართული დემოკრატიის მხარდაჭერა კი არ უნდა შეწყდეს. მე ივანიშვილის დასანქცირების მოწოდებით გამოვდიოდი ჯერ კიდევ 2020 წელს. ახლა 4 წლის შემდეგ ბაიდენის ადმინისტრაციამ საბოლოოდ დაუწესა სანქციები ივანიშვილს, მაგრამ ეს საკმარისი არ არის. ჩემს ორპარტიულ კოლეგებთან ერთად მე ხელახლა წარმოგიდგენთ საქართველოს ანგარიშვალდებულების, გამძლეობისა და დამოუკიდებლობის განვითარების ვარიანტების მობილიზებასა და გაძლიერებას, რათა გადავხედოთ ქართული ოცნების ყველა ოფიციალური პირს სასანქციო, თუ ისინი ჩართულნი არიან დემოკრატიის უკუსვლაში. ჯერ კიდევ არის დრო, რომ მიატოვონ ივანიშვილი და შეინარჩუნონ საქართველოს სუვერენიტეტი. ქართული ხალხი შეერთებული შტატების დიდ მეგობრებს შორისაა და მათი კონსტიტუცია შეიცავს დებულებებს, რომლებიც ავალდებულებს საქართველოს პარტნიორობას და ტრანსატლანტიკურ ინსტიტუტებში უფრო ღრმა ინტეგრაციას. აუცილებელია, რომ შეერთებულმა შტატებმა შეინარჩუნოს თავისი ისტორიული მხარდაჭერა და ურთიერთობა ამ თავისუფალ ხალხთან.